ყველაფერი სიყვარულით, სიკეთით, სიმშვიდით, მოთმინებითა და სიმდაბლით მიიღეთ. ადამიანი ზოგჯერ გადაჭარბებულად წუხს გარემოების გამო, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. ადამიანი იტანჯება, როცა ხედავს, რომ ღვთისნებას არც თვითონ და არც სხვა ადამიანები არ აღასრულებენ. იგი სხვათა სულიერ და ხორციელ ტკივილს განიცდის. ეს ზემგრძნობელობა ადამიანს ღვთისაგან ებოძა, რომელიც ხშირად გვხვდება ქალებში. ასეთი ფაქიზი სულის ადამიანები განსაკუთრებით აღიქვამენ ღვთის უწყებას და მის ნებას. გრძნობიარე სულებს ქრისტიანულ ცხოვრებაში წარმატების დიდი უნარი გააჩნიათ, რადგან მათ უყვართ ღმერთი და მისი დამწუხრება არ სურთ. მაგრამ მათ ერთი საფრთხე ემუქრებათ. უკვე თუ ისინი რწმენით არ მიანდობენ ქრისტეს თავის ცხოვრებას, მაშინ შესაძლოა ბოროტმა სულმა მათი სიფაქიზე გამოიყენოს და მწუხარებასა და სასოწარკვეთაში ჩააგდოს. ზემგრძნობელობის გამოსწორება შეუძლებელია. იგი შეიძლება მხოლოდ შეიცვალოს სიყვარულად, სიხარულად გარდაიქმნას და ღვთისმსახურებად. როგორ? მწუხარების გარდაქმნით. ყოველგვარი მწუხარება ქრისტეს შემეცნებად, მის სიყვარულად, მის მსახურებად გარდააქციეთ და თვითუფალი იესო ქრისტე, რომელსაც მუდამ სურს ჩვენი შეწევნა, თავის მადლსა და ძალას მოგანიჭებთ. მწუხარებას სიხარულით, ძმათმოყვარეობით და ღვთისმსახურებით შეცვლის. ამ გზით გაიფანტება ბნელი. გაიხსენეთ, რას ამბობს პავლე მოციქული: აწმიხარის ვნებათა მათშინა თქვენთვის. სულით ილოცეთ, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. ყოველი განსაცდელის ჟამს ილოცეთ, ყოველთა და ყოველთათვის. იმას კი ნუ უყურებთ, რა შეგემთხვათ, არამედ ნათელს, ქრისტეს უყურეთ, მსგავსად პატარა ბავშვისა, რომელიც დედას შესცქერის, როცა მას რაიმე შეემთხვევა. ყველაფერს უყურეთ განცდის, მწუხარების და დაძაბულობის გარეშე. ნუ აიძულებთ თავს და ნუ დაიძაბებით. მთელი თქვენი ძალმოსილება სინათლისკენ სწრაფვას მიმართეთ, ნაცვლად იმისა, რომ აღშფოთდეთ, რაც სული წმინდისაგან არ არის. ყველა ეს უსიამოვნება, რაც სულში ილექება და რაც გაწუხებთ, შეიძლება რომ ღმერთის მსახურების მიზეზი გახდეს და მაშინ ეს უსიამოვნება აღარ შეგაწუხებთ. მიენდეთ უფალს, მაშინ პრობლემებს თავს დავაღწევთ და უფლის იარაღად ვიქცევით. სასოწარკვეთილება და შინაგანი იწროება იმის გამომხატველია, რომ ჩვენს ცხოვრებას ქრისტეს არ ვანდობთ. განამოციქული პავლე არ ამბობს, ჩვენ ყოველსა შინა ვიჭირვით, არამედ არა იწროებით გვიჩნს. ყველაფერი სიყვარულით, სიკეთით, სიმშვიდით, მოთმინებითა და სიმდაბლით მიიღეთ. კლდეს ემსგავსებოდეთ. და აი ყველაფერი ტალღებივით იმსხვრეოდეს თქვენზე და უკან მიიქცეოდეს, ხოლო თქვენ ურყევათ ეგოთ. მაგრამ თქვენ იკითხავთ და განა ეს შესაძლებელია. დიახ, ღვთის მადლით შესაძლებელია და მუდამ ასე ხდება. ხოლო თუ ყოველივე ამას ადამიანურად მივუდგებით, არაფერი გამოგვივა. ნაცვლად იმისა, რომ თქვენზე ყველაფერმა უარყოფითი გავლენა იქონიოს, შესაძლოა, რომ ამ ყოველივემ ნეტარება მოგიტანოთ და გაგაძლიეროთ მოთმინებასა და რწმენაში. რადგან ყოველი გარემომცველი წინააღმდეგობა, ყველა სიძნელე, ეს ჩვენთვის წვრთნაა. საკუთარ თავს ვიწვრთნით მოთმინებაში, სუგრძელებაში, მორჩილებაში. ერთ მაგალითს მოგიყვებით. ერთხელ ჩემთან ერთი კაცი მოვიდა და თავის ცოლზე შემომჩივლა. მე ვეუბნები, ნუ თუ ასეთი ბრიყვი ხარ. და განა ეს სიბრიყვეა, მამაო, რასაც გეუბნები. დიდი სიბრიყვეა, შენს ცოლს ძალიან უყვარხარ. კი, მაგრამ ის ამას და ამას მაშინ რატომ იკეთებს? ის ასე აკეთებს, რომ შენ განიწმინდო, მაგრამ შენი თავი ამას ვერ იტევს. მრისხანებ და ნაცვლად განწმენდისა საკუთარ თავს ტანჯავ.
იმ კაცს რომ მოთმინება და მორჩილება ჰქონოდა, მაშინ საკუთარი თავის განსაწმენდელად ხელსაყრელ შემთხვევას არ დაკარგავდა. მოთმინება დიდებული საქმეა, დიდებული სათნოებაა. ქრისტემ თქვა, მოთმინებითა თქვენითა მოიპოვნეთ სულნი თქვენი. უკვე თუ მოთმინება არ გექნებათ, მაშინ თქვენ სულს დაკარგავთ. სულის მოსაპოვებლად კი მოთმინება უნდა გაგაჩნდეთ. მოთმინება არის სიყვარული და უსიყვარულოდ მოთმინებას ვერ შეძლებ. მაგრამ ეს რწმენაზეც არის დამოკიდებული. სინამდვილეში ჩვენ ურწმუნოები ვართ, რადგან არ ვიცით ღმერთის განგებულება. თუ როგორ გვათავისუფლებს უფალი სიძნელეებისა და მწუხარებებისგან. ევედრეთ ღვთისმშობელს. ღვთის სიყვარულისთვის წინასწარ განწყობა რამდენადმე ტკივილსაც შეიცავს. როცა სულიერი ცხოვრების სურვილი გვიჩნდება, მაშინ ტანჯვასაც განვიცდით, რადგან ნივთიერზე ყოველგვარი მიჯაჭვულობა უნდა მოვიკვეთოთ. მაგრამ როცა საკუთარი თავის ან სხვების სიამოვნება გვსურს, მაშინ რასაც ჩვენ გავცემთ, ეს სიყვარულია და ეს მოქმედებაა. ეს არის სულიერი ძალა, რომლის ნაწილი ამაზეც იხარჯება, მაგრამ აუცილებელია ყურადღება წესრიგისა და თანმიმდევრობის დასამყარებლად და კიდევ დაფიქრებაა საჭირო, თუ ვიზე გავხარჯოთ იგი. ღმერთზე წუხილი თავის თავში სიხარულს მოიცავს. ადამიანი მისი წყალობით წარემატება. ეს განცდა ადგილს არ უთმობს სულის გამხრწნად დამთგუნმელობას. როდესაც მორჩილება გაქვს, მაშინ არ ითურგუნები, ხოლო ეგოისტი ნებისმიერი მიზეზით ძლიერ მწუხარებას ეძლევა. მორჩილი ადამიანი კი თავისუფალია ყველასგან და ყველაფრისგან დამოუკიდებელია. ეს კი მხოლოდ ქრისტესთან ერთობით არის შესაძლებელი. ყოველი გრძნობა და ღვთის კანონთან თანხმობაში მოქმედებდეს. მზად იყავით ნებისმიერი ადამიანის თავგამოდებით მსახურებისთვის. სწორედ ეს არის თავისუფლება. სადაც სიყვარულია, თავისუფლებაც იქ არის. ღვთის სიყვარულში ცხოვრებით, თქვენ თავისუფლებით ცხოვრობთ. ეჭვიანი და მერყევი ადამიანი ღმერთს განცდის. სოლომონ ბრძენის თქმით, ღმერთს ისინი ჰპოვებენ, რომელნი არა განცდიან მას. ღმერთის გამცდელი კი ის არის, ვინც რწმენაში ეჭვობს, მერყეობს, ან უფრო უარესი, ვინც უფლის ყოვლადძლიერებას და ყოვლად სიბრძნეს წინაღუდგება. ჩვენი სული არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს უფალს და არ უნდა ამბობდეს, რატომ გააკეთა უფალმა ეს, ასეთნაირად და სხვა ისეო, ნუ თუ სხვაგვარად არ შეიძლებოდა რომ გაეკეთებინაო. ეს ყველაფერი შინაგანი სულმოკლეობის და წინააღმდეგობის მაჩვენებელია, რაც საკუთარ თავზე ბევრი ფიქრის გამომხატველია, ჩვენი ამპარტავნებისა და უზარმაზარი ეგოიზმის მაჩვენებელია. კითხვა რატომ ძალიან აწვალებს ადამიანს და იმას წარმოშობს, რასაც ერში კომპლექს უწოდებენ. მაგალითად, რატომ ვარ ძალიან მაღალი, ან პირიქით, რატომ ვარ დაბალი. ამას ვერ იცილებს ადამიანი, თუმცა იგი ლოცულობს, ღამისთებებსაც აღასრულებს, მაგრამ ეს ყველაფერი კიდევ უფრო უღრმავდება. იგი იტანჯება, ნაწყენია და გულძვირი, მაგრამ უშედეგოდ. ხოლო ქრისტეს შემწეობით მადლის მიერ მსგავსი განცდები ადამიანისგან გადის. ადამიანის შინაგანში ღრმად იმყოფება ეს რატომ? მაგრამ ღვთის მადლი განაბრწყინებს ადამიანს. ადამიანის კომპლექსი თუმცა კი ფესვია, მაგრამ ზემოთ ვარდის ბუჩქი იზრდება მშვენიერი ვარდებით და რაც მეტად მორწყავთ მას, რწმენით, სიყვარულით, მოთმინებითა და სიმდაბლით, მით მეტად შესუსტდება ბოროტება და არსებობას შეწყვეტს. ანუ ეს კომპლექსი კი არ ქრება, არამედ ჭკნება და რაც უფრო დიდხანს არ მორწყავთ ვარდის ბუჩქს, მით მეტად გახმება იგი, დაჭკნება, დაიღუპება და ეკალს გამოიღებს. მაგრამ ღმერთის განცდას არა მარტო კითხვა რატომ და წინააღმდეგობა წარმოაჩენს, არამედ ღმერთს მაშინაც გამცდით,
როდესაც მას რაიმეს ვთხოვთ, ხოლო ჩვენი ცხოვრებით მისგან შორს ვიმყოფებით. როცა ღვთის ნებას არ ვასრულებთ და ვევედრებით, მაშინაც გავცდით უფალს, ანუ როდესაც ღვთივსაძულელ ცხოვრებას ვეწევით. ერთი მხრივ სტრესში და შფოთში ვართ და მეორე მხრივ უფალს ვევედრებით. მაძღარი სტომაქი მახვილ გონებას ვერ წარმოშობს. ბოროტის დევნით წმინდანი ვერ გახდებით. თავიანებეთ ბოროტს, ქრისტეს უყურეთ და ეს გიხსნით. ადამიანს წმინდანად ყოფს ქრისტეს სიყვარული, მსახურება, რომელიც გამოუთქმელია და აუწერელი. ადამიანი ქრისტეს სიყვარულით ცდილობს მოღვაწეობას და გარჯას. არც ერთი მოღვაწე არ გამხდარა წმინდანი 8 წლის და ასკეტური წვრთნის გარეშე, სულიერად ამაღლება ვერავინ შეძლო. მოღვაწეობაა საჭირო, სულიერი წვრთნა ეს არის მეტანიები, ღვიძარება და სხვა, მაგრამ ამას იძულებით არ უნდა აღასრულებდეთ, არამედ ყოველივეს სიხარულით უნდა ვიქმოდეთ. საქმე არც მუხტდრეკაშია, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ და არც ლოცვებში, არამედ თავგანწირვაში, ქრისტეს მგზნებარე სურვილშია, სულიერის წყურვილშია. მრავალი ამ ყოველივეს ღვთისთვის არ აღასრულებს, არამედ თავად ღვაწლისთვის, ხორციელი სარგებლისთვის. ხოლო სულიერი ადამიანები ამ ყოველივეს სულიერი სარგებლისთვის, ღვთის გულისთვის აღასრულებენ და სხეულიც დიდ სარგებელს იღებს, არ სნეულდება. მუხტდრეკის, მღვიძარებისა და სხვა სახის ღვაწლს შორის მარხვაც არის. მაძღარი სტომაქი მახვილ გონებას ვერ წარმოშობსო, წმინდა მამებისგან მსმენია. წმინდა მამათა ყველა წიგნი მარხვაზე საუბრობს. მამები შეგვაგონებენ, რომ არ მივიღოთ ძნელად მოსანელებელი ცხიმები, დამამძიმებელი საკვები, რადგან ისინი როგორც სხეულს, ასევე სულს ვნებენ. წმინდათა თქმით, ცხვარი ბალახს რომ ჭამს, იმიტომაც არის ასეთი მშვიდიო. ნახეთ რას ამბობენ, ცხვარივით არისო. მაშინ როცა ძაღლი და კატა ყველა ხორცის მჭამელია და ეს ყველა ცხოველი მხეცია. ხორცს ადამიანისთვის ზიანი მოაქვს, ხოლო მცენარეული საკვები ხილი და ამისთანა სასარგებლოა. ამიტომ საუბრობენ მამები მარხვაზე. ისინი ბევრის ჭამას კიცხავენ და იმ სიამოვნებასაც, რომელსაც ადამიანი ჭამით იღებს. ჩვენი ტრაპეზი უნდა იყოს უბრალო, დიდი ყურადღება არ უნდა დავუთმოთ მას. მრავალი ადამიანი და ქრისტიანებიც კი ეშმაკის არსებობას არ აღიარებენ, მაგრამ მისი არსებობის უარყოფა შეუძლებელია. მე მჯერა ეშმაკის არსებობა და უნდა ითქვას, რომ ეშმაკის არსებობის უარყოფით გამოდის, რომ სახარება უარიყოფა. ძე ღვთისა ხომ იმისთვის გამოგვეცხადა, რათა დაარღვივნეს საქმენი ეშმაკისანი. წმინდა წერილში ნათქვამია, რომ ეშმაკებსაც სწამთ ღმერთი და ძრწიან მისგან. განა ამ მუხლებში თვით უფალი იესო ქრისტეს მიერ ეშმაკის განქარვებაზე არ არის თქმული. ჩვენ ვერ უარყოფთ ეშმაკის არსებობას, რომლის საქმეთა დასარღვევადაც მოვიდა ქრისტე მაცხოვარი. მაგრამ მე გეუბნებით, რომ ეშმაკისა და მისი ცბიერებისთვის ზედმეტი ყურადღების მიპყრობის ნაცვლად საკუთარი ვნებების განჩხრეკით დავკავდეთ და ქრისტეს სიყვარულს შევუდგეთ. ვნახოთ რას ამბობს ამის შესახებ წმინდა ონისიმეს კანონის შემდგენელი. მტკიცითა სიბრძნითა შენითა ონისიმე, საცთურის მახეები დაამხვე, ღვთისმოსაობისა საჭურველითა სძლიე ესრეთ ღვთივ გამბრძნობილო. გასაოცარია კანონის შემდგენელი სულისკვეთება. იგი ოსტატურად აგებს ტროპარს, ანუ სიტყვებს წნავს და ნახეთ რას ამბობს. ყოველ სიტყვას დააკვირდით, საცთურის მახეებიო. ესე იგი მაცთური მახეებს ქსოვდა და აგებდა, ხოლო წმინდა ონისიმემ თავისი სიბრძნით იგი დათრგუნა. წმინდა ონისიმე ქრისტეს მსახურებდა, უფლისადვი ჰქონდა ლტოლვა. სატანა საცთურის მანქანებას თხზავს, ჩვენ კი ვერც ვამჩნევთ, თუ როგორ აგებს მაცთური ქსელებს.
ქრისტეს მხურვალე სიყვარულით სულიერი ძალა ბოროტის ქსელებს ირიდებს და ქრისტესთან მიემართება. ეს სხვა, უფრო კეთილშობილური გზა. მაგრამ მტერთან შეტაკება საკუთარ თავზე ზეწოლა, ძალდატანება და დამთრგუნველია. ქრისტეს სიყვარულში კი ძალდატანება თავზე ზეწოლა არ არის. სულის ძალა იოლად იცვლის ფერს. არაა საჭირო, რომ მტერს იმავე იარაღით მთელი ძალით აღუდგეთ წინ. იგი არად უნდა ჩააგდოთ, ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. მტრისადმი ეს გულგრილობა დიდი ხელოვნებაა, ხელოვნებათა ხელოვნებაა. მხოლოდ ღვთის მადლის წყალობით შეიძლება მისი მიღწევა. ბოროტის წინააღმდგომა უსისხლოდ და უჭირველად იძულებისა და დაძაბულობის გარეშე ღვთის მადლით ხდება. იმის თქმა მსურდა, რომ ეშმაკს მრავალი მზაკრული ხრიკი აქვს, საშინელებაა. ამიტომ ჩვენც უნდა შევიმუშაოთ თავდასაცავი, სჯულისმიერი ხერხები, ცბიერების გარეშე, რათა ბოროტის ქსელები გავანადგუროთ. პავლე მოციქულიც ამასვე არ ამბობს ეფესელთა მიმართ. რამე თუ არა არის ბრძოლა ჩვენი სისხლთა მიმართ და ხორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთოისათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქვეშე. ამისთვის აღიღეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისა, რათა შეუძლოთ წინადადგომად დღესა მას ბოროტსა და ყოველსავე იქმოდეთ, რაითას დგეთ. როდესაც ღვთის ყოვლად საჭურველით შევიმოსებით, მაშინ ჩვენთვის ყველაფერი მისაღწევია. ღვთის მადლში რომ ვიქნებით, მაშინ ყოველივე იოლია, მაშინ მეტად თავისუფლები ვართ, მეტად ძლიერნი, ღვთის მადლი დაგვიფარავს. თუ ვიღვაწებთ და ქრისტეს მხურვალე წადილი გვექნება, ღვთის მადლით აღჭურვილები საფრთხეს განვეშორებით და ჩვენს დანახვაზე ეშმაკი უკუნ იქცევა. მე უბადრუკინამ დაბალი სიყრმიდან ასე ვიქცეოდი და საკმაო გამოცდილებაც მაქვს. ბოროტის ქსელებზე და მახეებზე ფიქრი არ მსურდა. ყურადღებას არ ვაქცევდი მათ, მაგრამ დასაწყისში სხვაგვარად ვიქცეოდი, ვწვებოდი და ვამბობდი, რომ მკვდარი ვარ. თავს ვაიძულებდი სიკვდილის ხსოვნას. დემონები მოდიოდნენ და შიშით ვამბობდი, სიკვდილის ხსოვნა გქონდეს მუდამ, ტანჯვა გახსოვდეს. მერე უარი ვთქვი ამაზე, ესეც გამოვცადე. დამწყებისთვის ესეც შეიძლება, მაგრამ მოშიში იგი არასრულ არს სიყვარულსა ზედა. წმინდა ავგუსტინე წერს, გულის თქმები მიპყრობენ და მათთან საუბარში ვებმები. ხედავთ აქ ძველი ადამიანი ახალს ესაუბრებოდა, ქრისტეს ადამიანს ელაპარაკებოდა. მე არ მიყვარს ძველ ადამიანთან საუბარი. იგი უკან მეკაჩება, ანაფორით მეზიდება, მაგრამ მე იქვე ქრისტეს ვუწვდი ხელს და ამგვარად ღვთის მადლით ძველი ადამიანისადმი სიძულვილს ვიჩენ, მასზე არ ვფიქრობ. როგორც ყრმა იწვდის ხელებს თავისი დედისკენ და მასთან ჩახუტებას ესწრაფვის, მეც ასე ვიქცევი. ეს საიდუმლოა, არ ვიცი გესმით თუ არა ამ თემის მთელი სინატიფე. მადლის გარეშე ძველი ადამიანისგან განშორებას თუ ეცდებით, მაშინ ვერ წარემატებით. მაგრამ მადლში მყოფს ძველი კაცი უკვე ვეღარ გეხებათ. ჩვენში ყოველთვის არის ძველი კაცი, ყველაფერი ცოცხლობს ჩვენში, ყველაზე ცუდიც კი, იგი არ იკარგება, მაგრამ მადლის მიერ ფერს იცვლის და გარდაიქმნება. და მოაკვდინენ ხორციელნი ბნებანი ჩვენი, რათა ძველისა კაცისა განძარცველთა ახალი შევიმოსოთ და შენ და ცხოველ ვიყვნეთ მეუფისა და მზრუნველისა ჩვენისა. განა ამას არ ამბობს მეცხრე ჟამნის ლოცვა. ქრისტეს სურს რომ შევუერთდეთ მას და ჩვენი სულის კართან გველოდება. ღვთის მადლის მიღება ჩვენზეა დამოკიდებული. მხოლოდ ღვთის მადლს ხელეწიფება ჩვენი შეცვლა. ჩვენი თავით არაფერი შეგვიძლია. მადლი ყოველივეს მოგვანიჭებს
ჩვენ კი ვეცადოთ ჩვენი ეგოიზმი და თავის მოყარება დავამცროთ, ვეცადოთ თავმდაბალნი ვიყოთ, ვეცადოთ ქრისტეს მივენდოთ და ყოველი წინააღმდეგობა გაქრება, როგორც ხორციელი, ასევე სულიერი. გაიხსენეთ პავლე მოციქული, რომელიც ამბობს: უბადრუკი მე ესე კაცი, ვინმე მიხსნეს ხორცს და ამადგან ამის სიკვდილისათა. იგი ამას იმიტომ ამბობდა, რომ მაშინ ჯერ კიდევ დასაწყისში გრძნობდა, რომ მის სულს სიკეთის ქმნა არ შეეძლო. იგი ჩადიოდა ბოროტებას, რომელიც მას არ სურდა. რამე თუ არა რომელი იგი მემნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი იგი მძულს, მას ვყოფ. ბოროტის სული მიდიოდა, რათა იგი განეშორებინა მისი მცდელობისგან. მიდიოდა და აშინებდა მას, ეუბნებოდა, რომ შენ მოკვდები, მაგრამ როდესაც მის სულში მადლი დაემკვიდრა, მაშინ ყველა სიძნელე განეშორა და მან აღბრთოვანებით აღმოთქვა, ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველას ჩემთანა ქრისტე, რამე თუ ჩემდა ცხოვრება იქ ქრისტე არს და სიკვდილი შესაძინელ. ხედავ, არც სიკვდილი, არც ჯოჯოხეთი, არც ეშმაკი. დასაწყისში იგი სიკეთის ქმნისთვის იყო უძლური, შემდეგ კი ბოროტისთვის შეიქნა უძლური. მას არ შეეძლო, არ სურდა ბოროტის ყოფა. მისი სული განიღმრთო, ქრისტეთი აღივსო და მას არც ფიქრი შეეძლო, არც საკუთარ თავში სხვა რამის დატევნა. ღვთის მადლით ყოველივე შესაძლებელია. ღვთის მადლით ქრისტეს მოწამეები წამებისას ტკივილებს არ გრძნობდნენ. ღვთის მადლით ყველაფერი უმტკივნეულო ხდება. აი ეს ლმობიერი საშუალება გამოიყენეთ. ნუ ეცდებით სიბნელის, ბოროტების განდევნას. სიბნელესთან შებმით ვერაფერს მიაღწევთ. წყუდიათში ხართ და მისგან თავის დაღწევას ცდილობთ. რას აკეთებთ? თქვენი ძალით განაგდებთ წყუდიათს, მაგრამ იგი არ მიდის. სინათლე გინდათ, გახსენით ხვრელი და სინათლის სხივი შემოვა, ნათელი მოვა. ნაცვლად იმისა, რომ წყუდიათი განდევნოთ, მტერი გააგდოთ, ჩვენში რომ არ შემოვიდეს, განიბრყარით ხელი ქრისტეს შესავრდომად. ეს ყველაზე უფრო სრულყოფილი საშუალებაა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ბოროტს პირდაპირ არ შეებრძოლოთ, არამედ ქრისტეს შეიყვაროთ და მისი ნათელი, მაშინ ბოროტი უკან მიიქცევა. პატიოსანი ჯვარი ყველაზე მნიშვნელოვან იარაღს წარმოადგენს ეშმაკის წინააღმდეგ, რომლის წინაშეც იგი ძრწის. მაგრამ ჯვრის ნიში სწორად უნდა გამოვისახოთ. ანუ მარჯვენა ხელის სამი შეერთებული თითით უნდა შევეხოთ შუბლს, მუცელს, მარჯვენა მხარს და ბოლოს მარცხენას. ასე გამოისახება ჯვარი. პირჯვარის გამოსახვა მუხდრეკასთან ერთადაც შეიძლება. ქრისტესთან ურთიერთობა, როცა იგი ლმობიერად, უბრალოდ და ძალდაუტანებლად წარემართება, ეშმაკს განაგდებს. ძალდატანებით ეშმაკი არ მიდის. იგი განიგდება სიმდაბლითა და ლოცვით. უკან იხევს, როდესაც ხედავს, თუ როგორ სძულს იგი სულს და როგორი სიყვარულით მიმართავს ეს სული ქრისტეს. ეშმაკს არ შეუძლია სიძულვილი სატანა, რადგან ამპარტავანია, მაგრამ როდესაც თავს ძალას ატანთ, ბოროტის სული მიგიხვდებათ და შეგებრძოლებათ. ნუ დაკავდებით ეშმაკით და ნურც კი ილოცებთ, რომ იგი განვიდეს. რაც უფრო მეტად ითხოვთ, რომ იგი განვიდეს, მით მეტად მოგიმწყდებთ თავის კლანჭებში. გძულდეთ ეშმაკი და პირდაპირ ნუ შეებრძოლებით მას. როდესაც ჯიუტად ებრძვით ეშმაკს, მაშინ ისიც ვეფხვივით, ველური კატასავით გესხმით თავს. შენ თუ მას ტყვიას ესვრი, ის ყუმბარას გტყორცნის, როდესაც ბომბს ესვრი, ის რაკეტით დაგცხრილავს. ბოროტს ნუ უყურებ, ღვთის გულთბილ გამოწვდილ ხელებს მიხედე და ჩაეკონე მას. იღვაწეთ, უფალს მიენდეთ, ქრისტეს შეიყვარეთ, იფხიზლეთ. ღვთისმოყვარე ადამიანისთვის სიფხიზლე აუცილებელია. სულიერ ცხოვრებაში ყველაფერი უბრალო და მსუბუქია.
ქრისტეში ცხოვრებას მხოლოდ გონიერება სჭირდება. როდესაც რაიმე გაგანაწყენებთ, რაიმე გულისთქმა, განსაცდელი ან თავდასხმა და გძულთ ეს ყველაფერი, თქვენი ყურადღება და მზერა ქრისტეს მიაპყარით. იგი თავად წამოგაყენებთ, ხელს ჩაგჭიდებთ და უხვად მოგმადლებთ თავის საღმრთო მადლს. თქვენ მცირედ სცადეთ, ავიღოთ მილიონი და დავყოთ ნაწილებად. ავიღოთ 1 მემილიონედი ნაწილი. მილიონის 1 მემილიონედი, აი ესაა ადამიანის მცდელობა, ესე იგი მცირედი წვლილი. გადადგით ნაბიჯი ღვთისკენ და წამშივე მოვა ღვთის მადლი. თქვენ მხოლოდ გაიფიქრეთ და სული წმინდა უმალ მოვა. თქვენ არაფერს არ აკეთებთ, ნაბიჯს დგამთ ღვთის მიმართულებით და მაშინვე მოდის მადლი უფლისა. რას ამბობს პავლე მოციქული? არამედ თვით იგი სული მეუხარს ჩვენთვის, სულთქმითა მით უსიტყველითა. დიდი სიბრძნეა, ეს უბრალო სიტყვები არ არის, არამედ ღვთის ცოცხალი სიტყვაა. როდესაც ხედავთ, რომ წინა აღმდგომი სული მოდის, რათა წაგლეკოთ, ნუ შეშინდებით და ნურც შეეცდებით, რომ თქვენგან განაგდოთ. რა უნდა ქნათ? ყველაზე კარგი საშუალება ეს არის სიძულვილი. ანუ ქრისტეს გაუხსენით გული და ბავშვებით აღუპყარით ხელი, რომელსაც ველური მხეცის დანახვა არ აშინებს, მას მიმართავს, არ ეშინია, რადგან გვერდით მამა ჰყავს, რომლის ჩახუტებასაც ის ეშურება. მაცთურის ყველა შემოტევისას, ყველა გულისთქმისას ეს საშუალება, ანუ ბოროტისადმი სიძულვილი გამოიყენეთ. იმ წუთს, როდესაც თქვენ სულს უჭირს, როდესაც იბრძვით, შესძახეთ, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე, ყველაფერი ლოცვით აუწყეთ. ეს დიდი საიდუმლოა. განსაცდელის ჟამს, როდესაც ბოროტისადმი სიძულვილის გამოხატვას ცდილობთ, მაცთური გიბაკუნებთ, გადამბლავებთ და გახრჩობთ. თავად რაც სურს, იმას აკეთებს და არა იმას, რაც თქვენ გსურთ. უნდა მოასწროთ, რომ ღმერთს გაეხსნათ, მაგრამ ამაში წარსამატებლად საჭიროა, რომ ღვთის მადლმა განგანათლოთ. უკვე თუ ეს უმალვე არ მოხდება, მაშინ მაცთურის შეგიპყრობთ და თუმც კი შეეცდებით მის განგდებას, თქვენ უკვე შეპყრობილი ეყოლებით მას. ერთ მაგალითს გეტყვით. ერთ ადამიანს ჩემთვის რაღაცის შესრულება ვთხოვე. მან უარი მითხრა, თქვა, რომ მეცნიერება ამაზე სხვაგვარად ამბობსო. ჩავაცივდი, მაგრამ მას არაფერი ესმოდა. საკუთარ თავს აღშფოთება შევნიშნე, უმალ ქრისტეს მივმართე და ბოროტი აღკვეთე. სწორედ ეს არის ჩვენი საშუალება, რათა ქრისტესადმი განვიპყროთ ხელი და იგი მოგვანიჭებს თავის მადლს. ერთ მაგალითსაც გეტყვით. ერთხელ გზაზე ვიდექი იმ რაიონში, სადაც ცხოვრობდი. მთის ქვეშ დაღმართი გზა გადიოდა, რომელიც 200 მეტრი იქნებოდა. ზემოთ უფრო სწორი გზა იყო. იქ ნიკოსის დედა ორ ქალს ესაუბრებოდა. ისინი მეზობლურად საუბრობდნენ, ურთიერთობდნენ. ჰოდა ქვემოთ დაღმართის ბოლოს გზაზე მისი ბავშვი ნიკოსი სხვა ბავშვებთან თამაშობდა. რაღაც მომენტში დავინახე, როგორ არბოდა ნიკოსი ტირილით ხვეულ სიმაღლეზე, ზემოთ რომ ავიდა, დედის წინსაფარში ჩარგო თავი. რა მოხდა? ეკითხება დედა. მანოლისას შვილმა გამარტყა. ტირილი მაშინვე შეწყდა, როგორც კი დედასთან მიირბინა. ამითი იმის თქმა მინდა, რომ განსაცდელის ჟამს მშვენიერი შესაძლებლობა გეძლევათ, რომ თქვენთვის საყვარელ ღმერთს მიმართოთ, მისკენ იყურებოდეთ, ცოცხლად და სურვილით და მაშინვე მოვა თქვენთან ძალა, მოვა სიკეთე. ანუ როდესაც ხედავთ, რომ ბოროტება მოდის თქვენს დასაპყრობად, როგორც კი იგრძნობთ მას შორიდანვე, ყურადღებას ნუ მიაქცევთ, უმალ ღმერთს მიაშურეთ და ჩაეკარით. თავიდან საკმარისია ღვთისკენ მიქცევა მოასწროთ და შემდეგ სიკეთისკენ მავალს ბოროტება აღარ გაგახსენდებათ. ამაშია საიდუმლო, თუ როგორ მოიძულოთ ბოროტი. მაგრამ ამის გაკეთებას თქვენ ვერ შეძლებთ,
ქრისტესკენ თუ არ მიიქცევით. ზოგჯერ ვამბობთ, მოიძულე ბოროტი. დიახ, ამის თქმა ადვილია, მაგრამ გაკეთება ძნელია. ბოროტის მოძულება დიდ ძალმოსილებას მოითხოვს. ბოროტის სულის უგულებელყოფა მხოლოდ მადლის მიერ შეიძლება. ქრისტეს მიმართეთ, მისკენ რბიოდეთ, ქრისტეს გაუწოდეთ ხელი. ეცადეთ შეიცნოთ ქრისტე, შეიყვაროთ და შეიგრძნოთ იგი. როდესაც თქვენი მამოძრავებელი აღზრა უბიწოა, სუფთაა და ჭეშმარიტი, მაშინ მადლი აღებს თქვენს გულის კარს, აღებს და გეუბნებათ, განიღვიძე, რომელსა ეგეგძინავს და აღდეგ მკვდრეთით და განგანათლოს შენ ქრისტემან. იქ იმ ღვთიურ ნათელში ვიცხოვრებთ მარად, თუ ჩვენ სულს ღმერთი ეყვარება და უფლისად მიმხურვალელ ტოლვა ექნება. ამდენად ქრისტეს მადლით ყოველივე მსუბუქია და ქრისტეს მიერ ნათქვამი ყველა სიტყვა ჭეშმარიტია, რომელმაც ბრძანა, რამე თუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს. ზოგიერთი ხედავს სხვადასხვა სახით თუ როგორ ეხებათ დემონი, რომელიც ხმაურობს, ცემს მათ და ამის მსგავსი. ეს უფრო ხშირად დაბნეულ ადამიანებს ემართებათ. დიდი მამები როგორებიც იყვნენ, წმინდა იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი და სხვანი ეშმაკზე არ გველაპარაკებიან, რომელიც ეცხადება ადამიანს. ისინი აი ამ გზით მიდიოდნენ, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ანუ ქრისტეს სიყვარულის გზით. ეშმაკი იქიდან გამომდინარე ეცხადება ადამიანს, თუ ვინ არის იგი. როდესაც ადამიანი არასწორად შეუდგა სულიერ ცხოვრებას, ან თუ მას მემკვიდრეობითი რამ ამძიმებს, მაშინ იგი ხედავს, თუ მის წინაშე როგორ გაჩნდება სატანა და ხმაურს აუტეხს მას. ზოგჯერ ადამიანი შეიძლება შიზოფრენიითაც დაავადდეს. შიზოფრენიაზე მისი წინაპრების უწინდელი ცხოვრება მოქმედებს. კიდევ ერთი რამ, ნუ მისცემთ ეშმაკს უფლებას, ანუ თქვენში არც ერთი ძვირისხსენება არ დაიტოვოთ და არც ერთი ეგოისტური აზრი, რათა ეშმაკმა ხელჩასაჭიდი რამ არ პოვოს. ხელჩასაჭიდი, აი სწორედ ეს არის უფლება. ღმერთისგან განშორებით საკუთარ თავს საშიშროებას უქმნი, რადგან სატანა თავისუფალს გხედავს და შენზე ბატონდება. ჩემით შეისმინეთ მცირე რამ, ამაში რაღაცეები მეც გამეგება. ნუ ფიქრობ, რომ გარდაცვალების შემდეგ უმალ იქ წავალთ, სადაც მარადიული სიხარულია და ღმერთთან თანაცხოვრების ნეტარებაა. ეს ჯერ კიდევ აქვე უნდა განვიცადოთ. უკეთო ასე არ იქნება და ჩვენ არათავნა ჯვარს ვეცმით ქრისტესთან, მაშინ არც იქ არ ვიქნებით მასთან. სამოთხე ეს მშვენიერი, ნაყოფიერი ხეები, ყვავილები და სხვა ამისთანა კი არ არის, არამედ სამოთხე საიდუმლო ნეტარებაა, რომელსაც სული ღმერთში განიცდის. მითხარი შვილო, რა არის სამოთხე? კითხა ერთხელ უხუცესმა და თავადვე მიპასუხა. ეს არის ქრისტე. როდესაც ქრისტე გიყვარს, მაშინ ცოდვილობის და უძლურების განცდის მიუხედავად გწამს, რომ სიკვდილი დაძლიე, რადგან შენ ქრისტეს სიყვარულის ერთობაში იმყოფები. დაე ამ ქვეყნადვე ღირს ყოს ჩვენ უფალმა ღმერთის ხილვისა და იქაც, სადაც ჩვენ წავალთ. ღმერთი არსად და არასდროს არ გვტოვებს. მას მერე რაც იგი ამ ქვეყნად მოვიდა და იშვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ქალწულისგან და იქმნა ღმერთკაცი, იგი მუდამ ჩვენთანაა. ჩვენ რომ განვიცადოთ თუ როგორ ვუყვარვართ ქრისტეს და ჩვენთვის რას აკეთებს, მაშინ გავოგნდებოდით, უსაზღრო სიხარულით მივენდობოდით და აღარაფერი დაგვაინტერესებდა. უხუცესი პორფირი გვეუბნებოდა, რომ მორჩილების და სხვათა თანაგრძნობის მისაღწევად ადამიანმა საკუთარი ცოდვილობა და ზნეობრივი სიგლახაკე უნდა გააცნობიეროს. ამიტომაც ამბობს ქრისტე, რომ მეზვერეები და მრუშები სინანულით და მორჩილებით
სხვათა უწინარეს დაიმკვიდრებენ ზეციურ სასუფეველსო. უხუცეს ცოდვილებზე არავითარი მამხილებელი სიტყვის მოსმენა არ სურდა. იგი ამბობდა, ვისაც ჩვენ მეზვერეებს და მრუშებს უწოდებთ, ღვთისათვის ისინი ქურდობაზე შენიშნულებივით არიან. მაშინ, როდესაც მე თქვენ და ჩვენ ყოველნი შეუნიშნავნი წაუსწრებელი ქურდები ვართ. წასწრებული და დამცირებული ქურდი ყველასთვის ცნობილი და თავლაბ დასხმულია. მრუში მონანული და დამდაბლებულია. ისინი ბევრად უფრო აღმატებულნი არიან ჩვენზე, რომლებსაც კეთილსათნო სახელი გვაქვს, მაგრამ ყველასთვის უცნობი და საეჭვო ცხოვრებით ვცხოვრობთ. წმინდა მამათა წიგნები იკითხეთ. წმინდა მამები შეისწავლეთ. მონასტრის ძმობას აბრალებენ, რომ მამებს არ სწავლობენ. ამისთვის ვწუხვარ, იქნებ მსგავსი სიზარმაცე დაგეუფლათ. ტრაპეზზე იკითხეთ მამათა ტექსტები და შეისწავლეთ. ძმათა შორის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ, მაგალითად თეოდორე სტუდიელის რჩევები, აბა დოროთესი, ეფრემ ასურის სწავლანი და ისწავლეთ თქვენი, ლოცვანი, მარხვანი. მათში მოღვაწეობის, საკუთარი თავის დაძლევის საშუალებებს პოვებთ და სათნოებებს შეიძენთ. მრავალჯერ მithქვამს თქვენთვის, რომ წმინდა წერილის, ფსალმუნების, წმინდა მამათა ტექსტების კითხვას და სწავლას შეუდექით. ღვთის სიყვარულით იკითხეთ. ყოველი სიტყვა ლექსიკონში მოიძიეთ და სწორად და მართლად იკითხეთ, რათა აზრი გაიგოთ. მოიძიეთ თუ რამდენ გზის იხმარება წმინდა წერილში რომელიმე ერთი სიტყვა, მაგალითად უბრალოება და რამდენჯერ სხვა სიტყვა. ქრისტეს ნათელი აღავსებს თქვენს სულს და ასეთნაირად აღსრულდება ის, რასაც მათეს სახარება ამბობს. ერმა რომელიც ხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი. ეს ნათელი ქრისტეს უქმნელი ნათელია. როდესაც ამ ნათელს მოვიხვეჭთ, მაშინ შევიცნობთ ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტება არის ღმერთი. ღმერთმა ყოველივე უწყის. ღვთისთვის ყოველივე ცნობილია, ყოველი წმიდაა, სამყარო ღვთის ქმნილებაა. ამ ქვეყანას ღმერთი თავის უქმნელი ნათლით განანათლებს. ღმერთია თავად ნათელი. იგი ნათელია, იმიტომაც რომ საკუთარ თავს იცნობს. ჩვენ არ ვიცნობთ საკუთარ თავს, ამიტომ ბნელში ვიმყოფებით. როდესაც ნათელს ნებას მივცემთ, რომ აღგვავსოს, მაშინ გვექნება ღმერთთან ურთიერთობა. უკეთო ეს არ მოხდება, მაშინ სხვა 1000 სინათლე გვექნება, მაგრამ ნათელი არ გვექნება. როდესაც ქრისტეს ვუერთდებით, მაშინ იგი ნათელ ყოფს ჩვენ. უფალს დიდი ნათელი მოაქვს ყოველ ჩვენთაგანთან. მისი მიღება მადლია, მისით უფრო ღრმა რწმენას ვიძენთ. ხდება ის, რაზეც სიბრძნეს სოლომონის წიგნის ტექსტი საუბრობს, ხოლო გამოეცხადების, რომელი არაურწმუნო ექმნების მას. ვისაც არ სწამს, ვინც ეჭვობს და კამათობს, იგი მხოლოდ ლოგიკურად აზროვნებს და ღმერთს არ ეხსნება. მათ ღმერთი არ ეცხადებათ. ჩაკეტილ სულში ღმერთი არ შედის, უფალი არ ძალადობს, არ იჭრება მათში. ხოლო პირიქით, ვისაც უბრალო ურყევი რწმენა აქვს, მას ეცხადება ღმერთი და თავის ნათელს ანიჭებს. უფალი მას უხვად მიმადლებს ამ ცხოვრებაშიც და მით უფრო იმ ქვეყნად. ნუ გგონიათ, რომ ამ ქვეყნად ყველა ადამიანი ერთნაირად ხედავს ჭეშმარიტების ნათელს. მას ყოველი საკუთარი სულიდან გამომდინარე ხედავს, საკუთარი განათლებიდან, სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე ხედავს. მაგალითად, მრავალი ადამიანი უყურებს სურათს, მაგრამ ყველა ერთსა და იმავეს არ გრძნობს. ასევეა საღმრთო ნათლისადმიც. ჭეშმარიტი ნათელი ერთნაირად არ ბრწყინავს ყველა ადამიანის გულში. ანუ ბუნებრივი მზე ყველგან ერთნაირად ანათებს, მაგრამ გაჭვარტლულმინებიან სახლში იგი ნაკლებად აღწევს.
ამიტომაც ვამბობ, რომ იგივე ხდება უქმნელი სინათლისადმიც. ჩვენი მინები გაჭვარტლულია, ჩვენი გული უწმინდორია, ჭვარტლი სინათლის შეღწევას აბრკოლებს. ჩვენს წმინდანებს და წინასწარმეტყველებსაც კი იგივე ემართებოდათ. ისინიც მათი შესაბამისი სიწმინდის მიხედვით იღებდნენ საღმრთო ნათელს. მოშურნეები უნდა ვიყოთ, თქვა უხუცესმა პორფირმა. მოშურნე ის არის, ვისაც მთელი გულით უყვარს ქრისტე და მისი სახელით მოყვას ემსახურება. ღვთისა და მოყვასის სიყვარული ეს განუყრელი წყვილია, მხურვალე სურვილი, ღვთაებრივი სწრაფვა, ლმობიერების ცრემლი, ეს არა ზრახვით, არამედ ყოველივე გულიდან მომდინარე უნდა იყოს. ფანატიზმს ქრისტესთან არავითარი კავშირი არ აქვს. ქრისტიანი ჭეშმარიტი უნდა იყოს, მაშინ იგი არავისზე არ გაბრაზდება, არამედ სიყვარული ყოველივეს დაფარავს. უცხო აღმსარებელთანაც ქრისტიანად უნდა დარჩე. ანუ ადამიანს მიუხედავად მისი სარწმუნოებისა პატივისცემით თავაზიანად უნდა მოეპყრა. მუსლიმანზე შეიძლება იზრუნო, მოემსახურო, თუ მას უჭირს, მასთან იურთიერთო. სხვა ადამიანის თავისუფლებას პატივი უნდა ვცეთ. როგორც ქრისტე დგას კართან და აკაკუნებს, არ ძალადობს, არამედ ელის, რათა სულმა თავად თავისუფლად მიიღოს იგი, ჩვენც ასე უნდა დავდგეთ ყოველი სულის წინაშე. მისიონერულ საქმიანობაში მსუბუქი, ფაქიზი საშუალებები უნდა გამოვიყენოთ, რათა სულები არ შეგვეწინააღმდეგონ და ისე მიიღონ ჩვენ მიერ მიწოდებული სიტყვა, წიგნი თუ სხვა რამ, ნაკლები სიტყვა. ხშირად სიტყვა ყურში ჟღერს და გვაღიზიანებს. ლოცვა და ცხოვრება კი სულზე აისახება, აღადგენს და ცვლის ადამიანს, მაშინ როცა სიტყვა უნაყოფო რჩება. ყველაზე კარგი მისიონერული საქმე ეს არის კეთილი მაგალითი, ჩვენი სიყვარული და ჩვენი სიმდაბლე. უტყვი მისიონერი: მე მშურს შენი ყმაწვილო, მშურს, რადგან შენ შეგიძლია, რომ შენსავე მონასტერში უდიდესი მისიონერი გახდე. ამასთანავე უსიტყვოდ იქადაგო. როგორ შეძლებ ამას? უბრალოდ ყველასთვის უნდა ილოცო, მთელი ეკლესიისთვის, კლირიკოსებისთვის, მონაზვნებისთვის. ჩვენი ეკლესია დღეს კრიზისს განიცდის. მაგრამ უწინარეს ყოვლისა, შენი სულიერი ოჯახისთვის ილოცე, ანუ შენი საძმოსთვის. სრულად გაუხსენი გული ქრისტეს, სრული სიყვარული, სრული მსახურება, სხვაგვარად უფალი განეშორება მათ, როდესაც იწყებენ განსჯას, ისე რატომაა, ასე რატომაა. შენი ხნისა რომ ვიყო, მორჩილებაში ვიცხოვრებდი, მეტი ბედნიერება არ არის, ვიდრე იმის კეთება, რასაც გეუბნებიან. შენ კი ღვთის მკერდს მიყრდნობილი ხარ. თავდადება საკუთარი თავის გაწირვას ნიშნავს. ვინც გიყვარს, მისთვის უნდა გაწირო თავი. ქრისტესთვის უნდა დადო თავი და მისთვის უნდა მიემსჭვალო. მე ძალიან მიყვარს ქრისტე და მისი ძალამწამს. მოციქულები ჩაივლიდნენ და მათი ჩრდილი კურნავდა მორწმუნეებს. განა დღეს იგივე არ არის ქრისტე. განა იგი შეიცვალა. არა, ჩვენ შევიცვალეთ. რა არის დათრგუნვა, ნერვიულობა, სულიერი სნეულებები? მე მჯერა, რომ ამ ყველაფერში ეშმაკი ურევია. ჩვენ არ ვემორჩილებით ქრისტეს. ეშმაკი შემოდის და ჩვენში არეულობა შემოაქვს. მე რომ შენსავით ცხოვრება შემეძლოს, მთელი კინოვიის მორჩილი ვიქნებოდი. მშურს შენი. ძალიან მიყვარხარ ქრისტეში და მინდა რომ შენ მართებული მონაზონი იყო.